ეს არის range-ში ვაჭრობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი. მეგობრებო, ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ ვაჭრობ ხოლმე მე პირადად range-ში, Bitcoin-ზე გვაქვს იდეალური მაგალითი თუ როგორ უნდა ევაჭრო და სად უნდა იყო როგორი ტრეიდები და განვიხილოთ ეს სტრატეგია დღეს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია ჩემი აზრით. აგიხსნით თუ როგორ ვიღებ მე ტრეიდებს, როგორ საზღვრავ რისკებს და ასე შემდეგ და ასევე ესე ვთქვათ, განვიხილავთ ორივე მხარეს ტრეიდინგს, იმიტომ რომ ბევრს აქვს ხოლმე ესეთი ბაიასი, რომ რახან ფასი ახლა all time high-ებს აკეთებს, რომ კიდე all time high უნდა გააკეთოს. მაგრამ ეს სისტემა პირიქით არ გვეუბნება ფასი მაღლა წავოთ, ქვემოთ წავა, პირიქით გვეუბნება რომ ვიყოთ მზად ყველაფრისთვის და არ აქვს მნიშვნელობა ფასი სად წავა, სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ ვიჯდეთ ტრეიდში. და ესე ვთქვათ, ჩვენ ვიყოთ უკვე მზად და დაველოდოთ ფასის გარღვევას, ანუ breakout-ის გარღვევა, breakout-ის ტრეიდის აღება არნიშნავს იმას, რომ ფასი რო გარკვეულ level-ს გაარღვევს, რომ მაშინ შეხვიდე. არა, შენ მაგ დროს უკვე ტრეიდში უნდა იჯდე. და თუ არ ზიხარ ტრეიდში, მაგ შემთხვევაში უკვე დაგვიანებული ხარ. ამიტომ ამასაც განვიხილავთ მეგობრებო აქ და ამ სისტემას ქვია 3 level-ის სისტემა. გადავედეთ ახლა მეგობრებო ჩარტებზე და განვიხილოთ თუ რას გულისხმობ მე ამ 3 level-ის სისტემით და მოდი დავიწყოთ მეგობრებო, ახლა ჩვენ ვყოფებით რა თქმა უნდა Bitcoin-ის ჩარტებზე. იდეალურად გამოიყურება ახლა Bitcoin-ი იმისთვის, რომ ეს სისტემა აგეხსნათ თქვენ, იმიტომ რომ ამისთვის არის იდეალური ბაზარი და ყოველთვის ამბობ მეგობრებო, რომ ჩვენ როგორც ტრეიდერები ყოველთვის უნდა ვიყოთ ბაზარზე მორგებული და არა პირიქით. როცა შენ ვაჭრობ აღმავალ ტრენდზე და ვაკეთებთ ახალ all time high-ებს, მაგ შემთხვევაში თუ ბაზარი გეუბნება რომ შენ უნდა იყო აგრესიული, იმიტომ რომ შენ რომ გადაიხედები და ხედავ რომ მაგალითად აქ აგრესიული უნდა ყოფილიყავი, აქ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყავი, აქ მაგალითად არც შეუსიხარ, არც წამოვიდა ფასი ქვემოთ, ანუ შეიძლება დაბალ time frame-ზე ყოფილიყო რამე. Ethereum-ზეც მაგალითად იგივე რაღაც არის, ხო? ანუ ნახეთ, აი აქ მაგალითად ძალიან აგრესიულად უნდა ყოფილიყავი. აქ მაგალითად არც შეგივსებდა, ძალიან აგრესიულად უნდა ყოფილიყავი, აქ ვიკზე უნდა აგიღო ტრეიდი. აქ მაგალითად არ იყო საჭირო ძალიან აგრესიული ყოფილიყავი, მაგრამ აქ რომ შევსებულიყავი, ანუ აქ რომ შესულიყავი ტრეიდში, ამისთვის ძალიან აგრესიული უნდა ყოფილიყავი. ანუ რა მინდა მე ამით ვთქვა, რომ შენ თუ სულ აგრესიული ხარ და მე ბაზარი გეუბნება რომ აღარ არის დრო ახლა აგრესიულობის და უნდა იყო დეფენსიური, მაშინ უნდა შეცვალო შენ სტრატეგია და იყო დეფენსიური. როცა ბაზარი გეუბნება რომ შენ შეგიძლია გქონდეს აგრესიული და დეფენსიური სტოპ ლოსები, ან მარტო აგრესიული, ან მარტო დეფენსიური, ანუ ეს ყველაფერს უნდა შეცვალო. ანუ რას გულისხმობ მე ამ ყველაფერთ მეგობრებო, ბაზარი ყოველთვის მოძრაობს და შენ უნდა იყო ფლექსიბელური, ანუ შენ უნდა მოერგო ბაზარს. რაც გუშინ მუშაობდა, ეგ ანიშნავს იმას, რომ დღესაც შეიძლება იმუშაოს. და ეს ანიშნავს იმას, რომ შენი მთლიანი სტრატეგია უნდა შეცვალო და შენი სტრატეგიის ფუნდამენტი უნდა შეცვალო. არა მეგობრებო, შენ არ ცვლი შენი სტრატეგიის ფუნდამენტი, შენ ცვლი უბრალოდ სხვა სტრატეგიას და ეს არის უფრო მენეჯმენტის სტრატეგია, არა თუ ტრეიდინგის სტრატეგია. შენ ზუსტად იგივე ადგილებზე უყურებ ლონგებს, სადაც აქამდე უყურებდი და იგივე ადგილებზე უყურებ შორტებს, სადაც აქამდე უყურებდი. უბრალოდ უნდა შეცვალო სტრატეგია, შეიძლება უნდა იყოს ხანდახან ძალიან აგრესიული, ხანდახან ძალიან დეფენსიური, ხანდახან შეიძლება მოგიწევს ორმაგი კონფირმაციის დავლედება და ასე შემდეგ. აი ძალიან ახლა ძალიან ადვილი და ახლო მაგალითი რომ აგეხსნათ, აი აქ მაგალითად გქონდა ეს ლეველი, ხედავთ რომ ეს გაარღვია, აქ მიველოდებოდი ენტრის, რა თქმა უნდა ფასი არ ჩამოვიდა, ხო? და შემდეგ ნახე რომ მან გაარღვია ეს ლეველიც და აქ გაარღვია აი ეს ლეველიც, ანუ აქაც გაირღვა აი ეს ლეველი. ამ შემთხვევაში მე ვიყავი ვალდებული რომ აი აქ აგრესიულად მეყურებინა, აქ აგრესიულად ამეღოთ ტრეიდი და აი აქ დამეყენებინა სტოპ ლოსი, რაც ჩემთვის იყო ძალიან არაკომფორტული, იმიტომ რომ ეს ადგილებზე სტოპ ლოსის დაყენება არ მომწონს ხოლმე. ვერ გრძნობ ხოლმე ესეთ სტოპ ლოსებით თავს კომფორტს, მაგრამ მე ვალდებული ვიყავ, იმიტომ რომ ფასი მეუბნება რომ შენ ესე უნდა გააკეთო. ახლა ბაზარი თუ შეიცვალა და ახლა ბაზარი უკვე შეცვლილი არის, ანუ აქ სულ ძალიან აგრესიულად ვიყავით და ახლა მაგალითად ვიმყოფებით უკვე რამდენი ხანი რენჯში. უკვე თითქმის 3 კვირა არის ვიმყოფებით რენჯში და რა თქმა უნდა ჩემი სტრატეგია შეცვალა. ჩემი სტრატეგიამ გადაინაცვლა range trading-ზე. ამიტომ აქ უკვე სხვანაირად ვუყურებთ trading-ს და ახლა განვიხილავთ მეგობრებო ჩვენ ამ ყველაფერს. პირველ რიგში კიდევ სანამ გადავალ ამ სტრატეგიაზე მეგობრებო, გითხარით რომ ეს არის 3 level-ის სტრატეგია range-ში და აქვე ვხედავ ძალიან მაგარ და ლამაზ მაგალითს მეგობრებო. ახლა ნახეთ რა მინდა რომ განახოთ.
კიდევ ერთხელ რომ ვინც ტრენდ ლეინებზე ვაჭრობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დავინახე ისევ ხან TikTok-ზე ხდება, ხან Facebook-ზე ხდება, ხან Instagram-ზე ხდება, იმიტომ რომ ალგორითმები მე მაინც მატარგეტებენ, იმიტომ რომ მეც ამ სფეროზე ვაკეთებ, ესე ვთქვათ, ტრეიდებს, ვიდეოებს და კონტენტს და მხდება ხოლმე ესეთი ვიდეოები და ფოტოები, რომ ანუ ელოდებიან ამ კონკრეტული კომპრესიის გარღვევას, რავი, რამდენი სახელი აღარ მოუფიქრეს ესეთი იმებს, მე კომპრესიას ვეძახ ჩვეულებრივად და რაც უფრო შორს მომდიხარ ამ კომპრესიაში, ყოველთვის მით უფრო სახიფათო არის ვაჭრობა, იმიტომ რომ რევარდი უკვე პატარაოდება და ძალიან ანუ ალბათობა ძალიან დიდია იმის, რომ გაირღვეს ამ ქვემოთ ან მაღლა. და თუ აქ შედიხარ ტრეიდში, რა თქმა უნდა, შენი რევარდი მოდის აქამდე, აქ თუ შედიხარ შორტში, შენი რევარდი მოდის აქამდე და ანუ რაც უფრო შორს მიმდიხარ ამ კომპრესიაში, რევარდი უფრო პატარაოდება, ამიტომ უფრო სახიფათო ხდება ვაჭრობა. აქ დაწყების დროს კიდევ კარგი არის ვაჭრობა, აქაც კარგი იყო ტრეიდის აღება, აქაც კარგი იყო ლონგის აღება, მაგრამ რაც უფრო შორს მიმდიხარ, მე უფრო და უფრო, რა თქმა უნდა, სახიფათო ხდება ხოლმე ვაჭრობა. ეხლა რაც უნდა ვიცოდეთ მეგობრებო, რომ დაიმახსოვრეთ ეს კარგად. ამ კომპრესიის გარღვევა არაფერს არ ნიშნავს. რას ელოდებოდა ბევრი ელოდებოდა რომ ეს გაეკეთებინან ბევრი ელოდებოდა რომ ეს გაეკეთებინან ამას თუ გააკეთებდა всё მორჩა ჩვენ წავედით ქვემოთ და ბერმარკეტი დაიწყო ამას თუ გააკეთებდა მორჩა ჩვენ დავიწყეთ ახალი ბულ მარკეტი ანუ ეგეთი სისულელი რაღაცები მოდი ახლა ვნახოთ ჩვეულებრივად რა მოხდა ჩამოვარღვიეთ ქვემოთ აქ დაიწყო პანიკა წავედით ქვემოთ მოვჩით გადავჩით ის თქვენ და მე ვამობდი რომ სანამ აქ დღიურს ვინ არჩუნებთ დღიური ლეველი არაფერი არ არის სანერვიულო, ხო და ეს დავინახეთ კიდევაც რომ იყო ჩვეულებრივად ლიკვიდობის აღება, ის შევიდა მაღალ და გატესტა ისევ აი ამ რეინჯის მაგალითად მხარე, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით რეინჯში, ხო? შემდეგ ვნახოთ გაარღვევს თუ არა, ჯერ მაღლა არ გაურღვევია, ხო? არა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ანუ გააჩნია ამას. ანუ ესეც არის რომ გააჩნია შენ ამ ყველაფერს როგორ ხაზავ, ზოგი ბოდიებს იღებს, ზოგი ვიკებს იღებს, შეგვიძლია ესეც გავაკეთოთ. აქაც მაგალითად გაარღვია და დარწმუნებული ვარ რომ ანუ ძალიან ბევრი შევიდოდა აქ ლონგს და ყველა გაისტოპებოდა 100%-ით. ან შეიძლება ზოგი ესეც აკეთებს და აქ გაირღვა შევიდა და დაკარგა ფული რა თქმა უნდა, ხო ან შეიძლება ბევრი ესე აკეთებს. ანუ ძალიან ბევრი სულელური რაღაც რა მოკლედ და გიჩვენეთ რომ ეს რაღაცებზე არ ვაჭროთ ხოლმე. მე აქ ვარ იმის რომ თქვენ გირჩიოთ და გითხრათ ის რასაც ვაკეთებ მე და ეს ყველაფერი საფუძვლიანად არგუმენტებით აგიხსნათ. და ახლა ვიაგიხსენით მე თქვენ არგუმენტებით თუ რატომ არ შეიძლება და თქვენ თუ არ გჯერათ შეგიძლიათ უბრალოდ გადაახვიოთ რამხელა ინფორმაცია გვაქვს. ბიტკოინზე გვაქვს ინფორმაცია 2019-დან აი აქ, მაგრამ რა თქმა უნდა შეგვიძლია სხვა ჩარტებიც ვიპოვოთ, სადაც უფრო დიდი ინფორმაცია გვაქვს ან გადავიდეთ სხვადასხვა ასეტებზე, იმიტომ რომ ტრეიდინგი არის და პრაის აქშენი ყველგან ერთი და იგივე და შეგიძლიათ უბრალოდ გატესოთ რომ მუშაობს თუ არა ეგ ესე ვთქვათ რასაც ეძახით ტრიანგელები, მიანგელები და რაღაც სულელები მუშაობს თუ არა თუ მუშაობს თქვენთვის კი ბატონო გააგრძელოთ, მაგრამ მე რამდენიჯერ განახებთ რომ ეს რაღაცა არ მუშაობს. მოკლედ გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენ ტრეიდ სტრატეგიაზე და რაში გამოიყურება ეს სტრატეგია. ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ახლა ჩვენ ბიტკოინზე გვაქვს რეინჯი. რეინჯი სხვათა შორის ვაჭრობა ძალიან მომწონს ხოლმე. გეტყვით ახლა რატო? დავხაზოთ ეს რეინჯი, ანუ ყველა ვხედავთ აქ რომ ეს არის ჩვენი რეინჯი, ხო? ანუ ამის არ არის საჭირო რომ პროფესიონალური ტრეიდერი იყო, ვისაც ბანკის იმაზე მილიონები აქვს. ამას ყველა ხედავს, ხო? ყველა მისის რა არის რეინჯი? რეინჯი არის როცა შენ ორი ხაზის შუა მოძრაობ და ვერც მაღლა მიდიხარ და ვერც ქვემოთ. ანუ მაღლა არის წინაღობა, ქვემოთ არის სუპორტი, ანუ მყიდველები. და ქვემოდან მაღლა მიდის, მაღლა ქვემოთ მიდის და თამაშობ ესეთ პინგ-პონგს, რაც იდეალური არის ტრეიდერებისთვის, მე ძალიან მიყვარს ხოლმე. რეინჯი ვაჭრობა, მაგრამ რეინჯი ვაჭრობას აქვს ჩემთვის თავისი წესები. რა არის ეს წესები? ქვემოთ ვყიდულობთ, მაღლა ვყიდეთ. ბევრს შეიძლება ახლა სასაცილოდ იყოს, მაგრამ და თქვას რომ რა თქმა უნდა ლოგიკური არის, ხო, მაგრამ არ არის ისეთი ლოგიკური, როგორც თქვენ ფიქრობთ, იმიტომ რომ მაღლა ყოველთვის არ ვყიდით და ქვემოთ ყოველთვის არ ვყიდულობ და ველოდები რა თქმა უნდა გარღვევებსაც იმ შემთხვევაში თუ გაარღვია და წავიდა ფასი მაღლა. კარგი, სანამ გადავიდოდით როგორ ვაჭრობ, მე აქ კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ის მეგობრებო, რომ რაც უფრო და უფრო შორს მოდიხარ ამ რეინჯში, მით უფრო და უფრო არასასიამოვნო ხდება ტრეიდინგიც. რატომ?
ყოველთვის შეგიძლია, ახლა მე აქ შეიძლება ლონგიც ვეძებო კიდევ და აქაც ვეძებო შორტი, მაგრამ ხედავ რომ ვოლატილობა უფრო და უფრო იკლებს, აღარ არის ისეთი ვოლატილური ბაზარი, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ზრდები და ვარდნებიც აღარ აქვს და ჩვენი რევარდებიც, ანუ რევარდი იგივე რჩება, აქ თუ აიღე შორტი, რა თქმა უნდა, აი ამას ატარგეტებ და ეს არის შენი პოტენციალური მოგება და აქ თუ ლონგს იღებ, ეს არის შენი პოტენციალური მოგება. ხო, რევარდი იგივე რჩება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც აღწევს ხოლმე აქამდე, აი მაგალითად რომ ავიღოთ, ეხლა მე რომ აქ შორტს ველოდებოდი, ბაზარი არც ამოსულა აქამდე, ამოვიდა მაგალითად აი აქამდე და აქ თუ აიღებდი ახლა შენ ტრეიდს, ნახე, ანუ რევარდ აქ სტოპ ლოსი და რევარდი რა, ანუ შეიძლება აქამდე წამოვიდეს ან ეს დაატარგეტო, ხო? მაგრამ ეს სულ სხვა რამე არის, რაზეც მე მინდა გავმახვილო ყურადღება არის ის, რომ აქ უკვე დაილია ფული. ჩვენ გვჭირდება, ანუ ხშირად ვახსენებ ხოლმე თევზაობას. მაგალითად, რომ მიდიხარ ერთ ტბაში და თევზაობთ 10 კაცი ერთ ტბაში და თავიდან ყველა ძალიან ბევრ თევზებს იჭერთ, ანუ აქ ძალიან ბევრ თევზებს იჭერდით, ანუ ძალიან ბევრ ტრეიდებს აკეთებდით. აი, შიშველი თვალითაც ახლა რო არჩევდი დაბალ ტაიმფრეიმზე 4 საათზეც ძალიან ბევრ სეტუპებს ხედავ. აი აქ, რასაც ახლა მაგალითად აქ უკვე ვეღარ ხედავ, იმიტომ რომ აქ არის უკვე ძალიან ჩუპი პრეის აქშენი, რაც ნიშნავს ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარი ყველა მხარეს მიდის და ანუ price action-ის respecting-ი აღარ ხდება და აღარ ასცემს პატივს იმ წესებს, რასაც ტრეიდინგი უნდა სცემდეს. და ვხედავთ, რომ აი მაგალითად ლიკვიდობა, აიღო ლიკვიდობა, წავიდა მაღლა ვერ გაარღვია, წამოვიდა ქვემოთ, ანუ ორმაგი კონფირმაციები, ორმაგი სიგნალები და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ ბაზარზე, ანუ ამ მონაკვეთში ფული აღარ კეთდება, ვეღარ კეთდება ეს ფული, რაც რა თქმა უნდა ტრეიდერებს უნდა და აღარ არის ესეთი კლინ სეტუპები, როგორც უნდა იყოს. ამიტომ რა შვები ხოლმე, როცა შენ ერთ მდინარეში აქამდე ბევრ თევზს ისჭერდი და ეხლა აღარ არის თევზები, რა თქმა უნდა, გადადიხარ სხვა მდინარეში, ხო? იმიტომ რომ თევზი თუ გინდა რომ დაიჭირო კიდე, უნდა წახვიდე იქ, სადაც უკვე ახალი სადაც ახალი მდინარეა და უფრო ბევრი თევზებია, ხო და სად არის ახლა ბევრი თევზები? მეგობრებო, ბევრი თევზები არის კრიპტოსენაზე რო გადავთარგმნოთ ლიკვიდობაში. რას ნიშნავს ეს? ფასი ან უნდა წავიდეს მაღლა, ანუ გაარღვიოს მაღლა. იმიტომ რომ ჩვენ მაღლა რო გავარღვევთ, მე უკვე მაღლა შევქონით ჩვენ ახალ რეინჯს და მაღლა ვუაჭრებთ. ანუ აქ დავიწყებთ ჩვენ თევზაობას. აქაც რო დაიცლება თევზაობა, ანუ თევზი რო დაიცლება აქ და აღარ იქნება აქ თევზაობა საინტერესო, მე ისევ ან ქვემოთ უნდა ჩამოვიდეთ და ისევ ამ მდინარეში ვეძებოთ თევზები, გამრავლდნენ თუ არა, ან თუ წავიდა მაღლა უნდა ვეძებოთ. თუ აქ არ გამრავლდნენ და ისევ ცოტა თევზები არის და ისევ არ არის აქ საინტერესო თევზაობა, ანუ საკმარისი ლიკვიდობა თუ არ არის, რას ვაკეთებთ, ისევ ლოგიკურია. ხო, ჩამოვდივართ ქვემოთ და აქ ქვემოთ ვეძებთ, სადმე იმ მდინარეს იმ ტბას, სადაც შეიძლება ახალი თევზები იყოს და ანუ აქ ვიწყებთ მე უკვე თევზაობას, ხო? ანუ ეს არის რეინჯის პრობლემა, რაც უფრო და უფრო შორს მიდიხარ, ან გინ კომპრესიის, რაც უფრო და უფრო შორს მიდიხარ, ვით უფრო და უფრო არასაინტერესო ხდება ტრეიდინგი, მაგრამ რეინჯის დასაწყისში ყოველთვის საინტერესო არის ხოლმე ტრეიდინგი. რაც შეეხება ახლა მეგობრებო ბრეიკაუტებს, როგორ ვაჭრობენ ხოლმე ბრეიკაუტს. აქ მაგალითად ახლა მე 100%-ით ვიცი, რომ აქ ბევრი შევიდა შორტზე, იმიტომ რომ ბევრს ეგონა რომ всё, ეს იყო ბრეიკაუტი და მე აქ უნდა შევიდე და აქ შევდივარ შორტს, რავი სტოპ ლოს ადაყენებენ, ალბათ დაბალ ტაიმფრეიმზე სადმე დაყენდნენ და მე შევედი შორტზე და ჩემი ტარგეტი არის ეს. ნახეთ, შეხვიდოდი შორტზე თუ არა გაისტოპებოდი, ანუ შენ ბრეიკაუტზე ესი არ ვაჭრობ. როგორ ვაჭრობ შენ? შენ უნდა გადახედო, რა თქმა უნდა, მაღალ ტაიმფრეიმსაც და აქ დავინახეთ, რომ დღიურზე არაფერი არ გაგვირღვევია ქვემოთ და არაფერს არ მოუწია იმის სიგნალები, რომ ჩვენ შეიძლება წავიდეთ ქვემოთ, იმიტომ რომ აი ხედავთ აი ამ ლეველს იდეალურად ვინარჩუნებს ჯერჯერობით კიდევ. მაგრამ ხედავთ, რომ ბაზარი არ გამოიყურება ძალიან პოზიტიურად და ძალიან ძლიერად. ანუ აქ ახლა შორტში შესული იყო უდიდესი სისულე. და როცა რომ ბრეიკაუტის ტრეიდი ხდება სხვანაირად, როგორ ხდება ბრეიკაუტის ტრეიდინგი, ნახეთ, შენ აქ რომ ყოფილიყავი შორტში. აქ რომ ყოფილიყავი შორტში, ბაზარი როცა ჩამოდის აქ, შენ უკვე აღარანაირად აღარ ნერვიულობ, რომ ბაზარმა ბრეიკაუტი რომ გააკეთოს ქვემოთ, რომ შენ კიდე მოძებნო ტრეიდი. ანუ შენ ყოველთვის უნდა ეჯდე ბრეიკაუტის მეორე მხარეს. ანუ ნახეთ რა ხდება, აქ რო ეძებ შენ ლონგებს, შენ რა თქმა უნდა მოგების 70-80-90%-ს აფიქსირებ აი აქ, იმიტომ რომ აქ არის რეზისტენცი, მაგრამ რაღაცა ნაწილს ტოვებ, ხო? ტოვებ, იმიტომ რომ თუ მოხდა ბრეიკაუტი, მაგ ბრეიკაუტში იჯდე და ეგ არის ზუსტად მეგობრებო ბრეიკაუტზე ვაჭრობა. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ და მეც ხშირად ვიღებ ხოლმე ისეთ ტრეიდებს, რომ ეს გაარღვიოს და შემდეგ გაიტესტოს და აქ ვიღებ ხოლმე ლონგებს, მაგრამ ესეთ შემთხვევაში, როცა რეინჯი არის ხოლმე ესე დიდი ხანი,
მაგ შემთხვევაში როცა რენჯს არ ღვევს ხოლმე გვაქვს დიდი იმპულსები, დიდი ვოლატილობა და ხშირ შემთხვევაში არც ტესტავს ხოლმე. ამიტომ ყოველთვის უნდა იზრნო იმაზე, რომ იმ გარღვევის დროს უკვე ტრეიდში იჯდე ხოლმე, რომ მე არ ეძებო ტრეიდები და ანუ forced trading-ში არ იჯდე, ანუ გაფუჭებულ ტრეიდინგში არ იჯდე ხოლმე. კაი, გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენ სისტემაზე და რა არის ეს ჩვენი სისტემა? ანუ ჩვენ გვაქვს რენჯის მაღალთა მხარე, რენჯის ქვემოთა მხარე და შემდეგ გვაქვს ჩვენ რენჯის შუა მხარე. რენჯის შუა მხარეც რა თქმა უნდა ჩვენ ესე higher-ზე არ უნდა გავავლოთ და არ უნდა განსაზღვროთ. ნახოთ აბა აქ point of control-იც თუ გვიწყობს ხელს, კი ბატონო, point of control-ი ზუსტად აქ არის. ცოტათი მაღლა ვზივართ ჩვენ, მაგრამ ხედავთ რომ ანუ volume-ი აი აქ არის scale. ამიტომ სწორად ვზივართ, სწორად ვუყურებთ და აქ არის ჩვენი ასე ვთქვათ რენჯის შუა მხარე. თან ნახეთ, კარგი კონფირმაციებიც გვაქვს აი აქ ეს drop off-ი, აქ გატესტები, აქედან ზრდა, ძალიან კარგი კონფირმაციები გვაქვს, ამიტომ ეს არის ჩემი რენჯის შუა მხარეს. როგორი წესები გვაქვს ჩვენ? ანუ ჩვენ როგორი წესები მაქვს მე, რაც შეგიძლიათ თქვენ რა თქმა უნდა დააკოპიროთ და გამოიყენოთ. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ რენჯის ქვემოთა მხარეს და რენჯის მაღალთა მხარეს არის ლიკვიდობა. აქ ამ შემთხვევაში ახლა რენჯის ქვემოთა მხარეს ერთადერთი ლიკვიდობა იყო აი ეს, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ გავტესტეთ, ეს ლიკვიდობა აღარც იყო, ეს იყო უბრალოდ ჰაერზე შეჩერება, იმიტომ რომ მე ვერ სათხედავ ვერანაირ ადგილს, სადაც შეიძლება და ფასი შეჩერებულიყო, იმიტომ რომ ფასი არასდროს არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ტყუილუბრალოდ. მაგალითად რომ ავიღოთ, ეს ფასი აქ რო ჩამოვიდა ტყუილუბრალოდ აქ არ შეჩერდა, ანუ შეჩერდა იმიტომ რომ აქ იყვნენ მყიდველები, ეს იყო გასატესტი ადგილი და გაიტესტა ისე ვთქვათ, წავიდა ფასი მაღლა. აქაც ტყუილად არ შეჩერებულა, ანუ აქ იყო გასატესტი, წავიდა მაღლა და ასე შემდეგ. ნუ აქაც ტყუილად არ შეჩერდა, ეს იყო გასატესტი, გაიტესტა, წამოვიდა ქვემოთ, ხო? მაგრამ ეს სადაც შეჩერდა, ეს შეჩერდა უბრალოდ higher-ზე. იმიტომ რომ ეს level-იც რომ განსაზღვროთ და გადავიდეთ ისტორიაში, ხო არაფერი არ არის. ამიტომ სავარაუდოდ რამე news by based price action იყო და უცბად დავარდა და წავიდა მაღლა. სავარაუდოდ ტრამპი იყო და რამეს არც გამიკვირდებოდა. მაგრამ რა დაუბრუნდით ისევ ჩვენ level-ებს, ანუ ქვემოთ აქვს ლიკვიდობა, მაღლა გვაქვს ლიკვიდობა. მოდი ახლა განსაზღვროთ აქ სად შეიძლება იყოს ლიკვიდობა. ვიცით რომ ეს level-ი იქნება ლიკვიდობა, ანუ ამის ქვემოთა მხარე. იმიტომ რომ ვინც ვერ ხედავთ ახლა, ანუ აქ არის ჩვეულებრივი იღლია, რომელიც გაიტესტოს. შეიძლება გაიტესტოს, ხო, ანუ ეს არის აი ესეთი იღლია. ანუ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ამის გატესტვას, ანუ მომზადებული უნდა ვიყოთ ჩვენ ამით, რომ აქ შეიძლება ლიკვიდობა აიღოს. გავაკეთოთ უფრო დიდი ხაზი. და სად შეიძლება ქვემოთ რა თქმა უნდა აქ იყო ჩვენი ლიკვიდობა და ამის ქვემოთ მე ახლა რაც არის ლიკვიდობას ვეღარ დავარქვი, იმიტომ რომ ლიკვიდობით რა ხდება ხოლმე, ლიკვიდობით ჩვენ იღებ ლიკვიდობას და მე მომდიხარ საპირისპირო მხარეს ხოლმე და აქ მე ახლა ვერ ვიტყვი რომ შეიძლება ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ და ეგრევე წავიდეს მაღლა. არ ამგონია თუ ბაზარი უკვე წამოვიდა ქვემოთ, ეგ ნიშნავს იმას რომ ჩვენ სრულყოფილად დავკარგავთ ამ რენჯს და ამ რენჯს რო დავკარგავთ, რა თქმა უნდა ჩამოდიხარ ქვემოთ და უკვე ჩემი აზრით რაღაცა პერიოდი აუცილებლად მოგვიწევს აი აქ ვაჭრობა და შემდეგ შეიძლება მე ისე აღმავალი ტრენდი გავაკეთოთ და წავიდეთ მაღლა, ხო? მოკლედ როგორ ვემზადებით ხოლმე ჩვენ ახლა ესეთი ბაზრის დროს როგორ ვაჭრობ ხოლმე? ქვემოთ ვიღებ შორტებს, სადაც 1%-იან რისკს ვიღებ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ქვემოთ ფასი ჩამოდის, იღებს ლიკვიდობას და რა თქმა უნდა შენ იღებ ლონგებს, მაღლა ვიღებ ხოლმე შორტებს, აქაც ვიღებ ხოლმე 1%-იანს. 1%-იან შორტებს ვიღებ ხოლმე. აქაც მიყენია ხოლმე ხშირად ტრეიდი, აქაც 1%-იან რისკს ვიღებ ხოლმე, სხვათა შორის ახლა მე დავაყენებ აქ უკვე ორდერს. იმიტომ რომ რაც უფრო და უფრო დიდი ხანი მოძრაობს ბაზარი ესე და ვერ მიდის ვერც ქვემოთ ვერც მაღლა, ის ეძებს ხოლმე ყოველთვის სადმე ლიკვიდობას, რომ ლიკვიდობა იყოს და მე წავიდე ზუსტად საპირისპიროს მხარეს ხოლმე. ამიტომ მე აქ აუცილებლად დავდებ შორტს, იმიტომ რომ ჩემი აზრით კარგი სეტუპი იქნება. stop loss-იც ადვილად არის გასაზღვრელი, დაბალ time frame-ზე შევხედავ მე. იდეალური შორტი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ აქ ლიკვიდობა თუ აიღო და მე წამოვიდა ქვემოთ, ჩემი აზრით ქვემოდანაც აიღებს ლიკვიდობას. მაგრამ თუ ჯერ ქვემოთ წამოვიდა და ქვემოდან მაღლა, მაგ შემთხვევაში ეს უკვე აღარ იქნება ჩემთვის საინტერესო ტრეიდი. ამიტომ აქაც მე რა თქმა უნდა 1%-ს ავიღებ, იმიტომ რომ არის liquidity play. მაღლა შორტები 1% ქვემოთ
ტრეიდი 1% და მე გვაქვს ეს შუალედი, მეგობრებო და შუალედში მე არასდროს არ ვიღებ ხოლმე ტრეიდს, ან უნდა იყოს მაქსიმალური კონფირმაციები და მაგასაც ვიღებ ხოლმე დაბალი რისკით, ანუ 0.5% რისკით ხოლმე. და რატო ვაკეთებ ამას? ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა ბაზარი არის შუაში, ინახეთ რამდენი ქაოსია. ქაოსი აქვს. ქაოსი აქვს. აქაც ქაოსი. ტყუილობრივად ეს ქაოსები არ არის, მეგობრებო. ეს არის რენჯის შუა მხარე. ანუ ეს კიდე არ იყო ქაოსი, ეს კიდე კარგი ტესტი იყო აი ამისი. მაგრამ ანუ აქაც ვხედავთ ამდენი ქაოსი. აქ ვხედავთ რომ ეს დავკარგეთ, რა შეგიძლია ვარაუდო რომ გაიტესტება, წამოვქვემოთ, კი ბატონო, გაიტესტა, წამოვიდა ქვემოთ. ეს იქნებოდა პატარა სკალპი, პატარა რისკით, რომელიც გამოვიდოდა. ჩემი აზრით 1.3-ზე იქნებოდა კიდევაც, ვნახოთ. კი, 1.3-ზე იქნებოდა უკვე. ანუ პირველი არის ის, რომ ძალიან ქაოსია ხოლმე აქ რენჯის შუა მხარეს და მეორე არის ის, მეგობრებო, რომ სად შენ აქ რომ შორტს აიღებ და შენი რევარდი არის აქ და აქ რომ ლონგს აიღებ და შენი რევარდი არის ამხელა და სად შენ რომ აქ იღებ ტრეიდს, სადაც შეიძლება შენი რისკი იყოს ძალიან დიდი, ანუ თანხებთან დაკავშირებით ერთი და იგივე რჩება რა თქმა უნდა, ან 1% ან 0.5%, მაგრამ დასაცავი შენი stop loss-ით არის დიდი და ანუ რევარდი გრჩება ეს პლუს მინუს, ხო, იმიტომ რომ შენ ამას და ამას ვერ დაატარგეტებ, იმიტომ რომ ჯერ შენ ისევ რეინჯში იმყოფები, ხო? იმისთვის რომ ეს ან ეს ლეველი დაატარგეტდეს, რა თქმა უნდა, ეს ლეველი უნდა დავკარგოთ სრულყოფილად, ანუ სრულყოფილად დღეურზე გავხსნათ და დავხუროთ სანთელი ამ ლეველის ქვემოთ, ხო? ამიტომ რომ შენ შუაში ხარ ხოლმე, არ იღებ ტრეიდებს, არ გაქვს ძალიან ბევრი და ძლიერი კონფირმაციები და მაგ შემთხვევაშიც იღებ, რა თქმა უნდა, ხოლმე 0%-ით, ესე ვთქვათ, 0.5%-ით შენ რისკებს. ეხლა ვნახოთ თუ როგორ კონსტრუქციებს ველოდები ხოლმე მე მეგობრებო, რენჯში. დავაკოპიროთ ესენი. განაღებთ ახლა მე თქვენ კონკრეტულ ტრეიდებს. თუ როგორ უდგები მე ამ საკითხს მეგობრებო. ეს იყო აქ პლუს მინუს 4-იანზე ნახოთ. ოკეი, კარგით. ანუ მე რა თქმა უნდა ახლა პირდაპირ აქ არ შევიდივარ და ორდერს არ ვდებ ხოლმე, არც აქ დავდებ პირდაპირ ორდერს, ანუ ეს არის უბრალოდ day trading და scalping. იმიტომ რომ ელოდები ფასი სანამ ჩამოვა, იქ სადაც შენ ელოდები ან ლონგებს, ან შორტებს და რას გააკეთებს და ფასში აიღო ან შორტი, ან ლონგი. და ეგეც ანიშნავს მეგობრებო, რომ აქ ყველგან შეგეძლო ლონგის აღება, აქ ყველგან შეგეძლო ლონგის აღება, ან აქ შეგეძლო ყოველთვის ლონგის აღება და აქ შეგეძლო შორტის აღება. ანუ ყოველთვის ეგეთი clean price action-ი არ არის ხოლმე. ეხლა რაც შეხება აქ მეგობრებო, აქ ტრეიდი პირდაპირ მქონდა აღებული. ვისაც პირდაპირ არ ქონდა აღებული, იმას შეეძლო ფასშიც ეთამაშა, ფასში არც თუ ისე კარგი კონფირმაციები გქონდა, ვნახოთ. კი, აქ არც თუ ისე კარგი კონფირმაციები იყო. არა. ნუ აქ კონფირმაციებზე ვერ აიღებდი ვერანაირ ტრეიდს, მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ თუ აქ როგორ ავიღე ტრეიდი. პირველ რიგში ვხედავდი, რომ აქ იყო ლიკვიდობის სასახები, ანუ ვხედავთ, რომ ეს ადგილი უკვე გაიტესტა. ეს ადგილიც უკვე ამით გაიტესტა და ხედავთ რომ ეს ადგილი ჯერჯერობით არ არის გატესტილი. ხო, ანუ შესაძლებელია გაიტესტოს. ამიტომ მე ვიცი რომ აქ შეიძლება ფასი ჩამოვიდეს, აიღოს ლიკვიდობა, ამიტომ რა შვები აქ ვიღებ ტრეიდს, სად ვდებ stop loss-ით რა თქმა უნდა ვიცავ ჩემ ბოლო ვიქს. სად არის ჩემი რევარდი? ჩემი რევარდი მოდის, რა თქმა უნდა, აი აქამდე. ხედავთ რომ იდეალური ტრეიდი გამოვიდა. ანუ ეს იყო პირველი თამაში, ეს იყო პირველი ლიკვიდობის თამაში. ეხლა ნახეთ რა ხდება, ბაზარი ამოვიდა, აქ უკვე გავყიდე, დავაფიქსე ჩემი მოგებები, stop loss-ი ავწიე. აქ უკვე მე გავისტოპე პროფიტში. და შემდეგ ეხლა რა ხდება? შემდეგ ველოდები რა თქმა უნდა, რომ შორტი ავიღო აქ სად. ნახეთ, აქ მე ვერანაირად ვერ ვნახე რომ შორტი ამიღო, იმიტომ რომ ლიკვიდობის აღებაც არ იყო კარგი. და მეჩვენოდა რომ უფრო მაღლა ყოფილიყო იმის რომ ამიღო შორტი. სხვათა შორის ამ დროს უკვე ეთერიუმზე ვაჭრობდი, იმიტომ რომ ეთერიუმზე უფრო კარგი სეტუპები იყო. მაგრამ როცა ბაზარი ამოვიდა, აქ დავინახეთ რომ ვერ გაარღვია აი ეს ლეველი სრულყოფილად, ვნახოთ 1 საათიანზე. ვერც 1 საათიანზე ვერ გაარღვია, 1 საათიანზე გაარღვია უკაცრავად, მაგრამ 4 საათიანზე ვერ გაარღვია, მე მგონი. კი, 4 საათიანზე ვერ გაარღვია და დავინახეთ რომ იყო ჩვეულებრივი rejection. ამიტომ რა ხდება, როცა შე რაღაც სარეჯექტებ, დარეჯექტების მერე რა შვები ხოლმე,
ეძებ იმ ადგილს, საიდანაც დაიწყე შენ ზრდა. ამიტომ პირველ რიგში იქნებოდა ეს შუა და შემდეგ იქნებოდა აი ეს. ანუ ვიცოდით რომ ფასი შეიძლება წამოსულიყო ქვემოთ. შეიძლებოდა თუ არა აქ შორტის აღება, ანუ პირდაპირ როგორც გითხარით, მე პირდაპირ არ ავიღებდი აქ შორტს, იმიტომ რომ გასატესტი ადგილი იყო ბევრი, იყო ეს და მე აქ სადმე entry რო ამიღო, მე დიდი stop loss-ი უნდა დამეყენებინა, ამიტომ ეს რა თქმა უნდა მე არ მინდოდა. ახლა ნახეთ რა ხდება. გქონდა თუ არა აქ კარგი setup-ი, აქ რა setup-ებსაც მე ვხედავ, არც ერთში არ შეგივსებდათ. ანუ პირველი setup-ი იქნებოდა მეგობრებო, აი ეს ნახეთ. ანუ ხედავთ აქ რომ გვაქვს ესეთი ლამაზი აღმავალი ტრენდი, პრეშური, ანუ ზეწოლა, აღმავალი ზეწოლას ვეძახი ხოლმე მე ამას, ხედავთ რომ დავკარგეთ და გასატესტი ადგილი იქნებოდა ეს, ანუ მე აქ შევიდოდი შორტს, მაგრამ ხედავთ რომ აქ არ შეგვივსო, მაგრამ მომავალში ისევ შეგვივსო. მაგრამ მომავალში მე პირდაპირ აქ entry-ს არ დავაყენებდი, იმიტომ რომ შენ უკვე სხვა price action-ზე ხარ, ანუ ფასი აქ რა მოვიდა, შენ უკვე სხვა price action-ში ხარ და რას გულისხმობ მე ახლა ამ ყველაფრით. მაგალითად, ჩვენ დავკარგეთ ეს პრეშურა, ხო? მთლიანად, ანუ გვიაქტივირებს შორტებს. ფასი რო აქ ამოსულიყო და შევსო, იქნებოდა იდეალური. მაგრამ ფასი წამოვიდა ქვემოთ, გააკეთა რეინჯი, წამოვიდა კიდევ ქვემოთ, გატესტა სუპორტი. და ნუ აქ სუპორტზე შენ უკვე ძებ ფლონგებს, ანუ აქედან უკვე შენ აშენებ, ესე ვთქვათ, აღმავალ ტრენდს და შენ ახლა ერთადერთი რაც არ გინდა არის ის, რომ პირდაპირ აქ short ლონგერების საწინააღმდეგოდ შეხვიდე short-ში. ამიტომ მე აქ უკვე გათიშული მქონდა ჩემი short-ი. ხედავთ რომ მომავალში ისევ შევისო, მაგრამ მე რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს რა თქმა ეს ტრეიდი რა თქმა უნდა უკვე აღარ იყო საინტერესო. შემდეგ double time frame-ზე რო თუ გადავიდოდით, მეგობრებო, ანუ ეს იყო პირველი, რომელშიც არ შემივსო მე და შემდეგ თუ გადავიდოდით double time frame-ზე შეიძლებოდა ესეთი სკალპი აგეღო აქ, რაც მე უკვე აღარ ამიღე, ანუ აქ front run-ი რო გამიკეთ, ანუ ველოდებოდი რომ აქ შევსებულიყო, იმიტომ რომ მე მქონდა დეფენსიური. მაგრამ ვინც აგრესიული არის ხოლმე, შეეძლო რა თქმა უნდა აქაც აგრესიულზე შესულიყო, მაგრამ ხედავთ რომ აქაც front run-ი გექნებოდა და არ შეგივსებდა. და ესე ვთქვათ, წამოვიდო და უკან. ეს რაც შეეხება აქ ამ shorts, ამ short-ი რა თქმა უნდა სამწუხაროდ ვერ დავიჭრე, მაგრამ ეგ არაფერი, ეგ ანიშნავს იმას, რომ უნდა გავეკიდო და აქ უნდა შევიდე short-ზე, აქ უნდა შევიდე short-ზე, აქ უნდა შევიდე short-ზე, იმიტომ რომ შემდეგ შენი რევარდი უფრო და უფრო პატარავდება. და რატო არ შევედი მე აქ ახლა აგრესიულში, ნახეთ აქ აგრესიულში რო შევსულიყავი და მთლიანი ეს გამეკეთებინა, ხო? ნახევრამდე იყო 1.1 და მე უკვე სუქვემოთ არო და მე ტარგეტებინა მაინც 1.3-ზე გამოდიოდა, მაგრამ მე უფრო დიდი რევარდი მინდოდა და ეს entry უფრო მომწონდა. მაგრამ ხედავთ რომ არც დეფენსიური, არც აგრესიული არ შეგვისო. მაგრამ ესეც ხდება ხოლმე, ამიტომ არ არის საჭირო რომ გავყვეთ ხოლმე და ესე ვთქვათ, ბოლომდე მივყვეთ ხოლმე და მარკეტზე შევიდეთ ხოლმე ტრედში. ეს არის no way to go ჩემ ტრეიდინგ სტრატეგიაში. ახლა რაც შეეხება აქ მეგობრებო, ყველა მიცით რომ ესეთ ტრეიდერს მე ხშირად ვიყავ ხოლმე, ანუ როცა გვაქვს ესეთი ვეკონსტრუქციასავით, მაგრამ ამ ტრეიდში მე მეგობრებო არ შევსვლა. რატო არ შევსვლა? რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეც იყო საინტერესო ტრეიდი, თუ აქ აიღებდი ესეთ რაღაცას, ანუ stop loss-ი ვთქვათ, რომ ამ ვიკის ქვემოთ აიღებდი, 1.3-ზე მაინც გექნებოდა scalp ტრეიდი, ხო? მაგრამ ნახეთ, ანუ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ყოველთვის შეგიძლია როგორც long-ზე, ისე short-ზე შეხვიდე, მაგრამ შენ როგორც ტრეიდერი ხარ ვალდებული, რომ გაფილტრო ტრეიდები და აიღო ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობების ტრეიდები. იყო თუ არა ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობების ტრეიდი? არა, რატომ? იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ეს მომხდარიყო უფრო ქვემოთ, იმიტომ რომ სუპორტი არის ქვემოთ და ქვემოთ არის კიდევ ადგილი გასატესტი. მე ყოველთვის მინდა ხოლმე რომ აქ ავიღოთ ლიკვიდობა. ანუ გაისტოპოს ბევრი, მე მინდა რომ აქ დაკარგოს ბევრმა ფული და როცა ბევრი კარგავს ფულს, მაშინ შემოდის ხოლმე ვოლატილობა, მაშინ შემოდის ხოლმე დიდი ვოლუმი და უბრალოდ მაშინ გინდა ხოლმე ეძებო ტრეიდები. აქ ხედავთ რომ გამოვიდა იდეალური ტრეიდი, მაგრამ ნახეთ, ტარგეტი აქამდე არც ამოსულა. იმიტომ რომ ანუ როგორც გითხარით, ქვემოთ იყო კიდევ გასატესტი ადგილები, ქვემოთ იყო კიდე ლიკვიდობა ასაღები და ხედავთ რომ ძალიან შორს ვერ წავიდა, წამოვიდა ქვემოთ, აიღო ლიკვიდობა. აქაც რა თქმა უნდა, ცოტათი წამოვიდა მაღლა, ანუ სულ მაღლა არც ასულა, წამოვიდა ქვემოთ, ისევ აიღო ლიკვიდობა.
რა მინდა მე ამით თქვა, ამით მინდა მე ვთქვა მეგობრებო, ის რომ რახან შენ ერთ სეტოპს, აი ამ სეტოპს, ამ კონკრეტულ სეტოპს ყოველთვის იღებ, ეგ ანიშნავს იმას, რომ ყველა ადგილზე უნდა იყო. აქ ვხედავთ, რომ ეს არის mid-range, რა ვთქვით, წეღანი mid-range, ან არ ვაჭრობ, ან მინიმალური რისკით. მე აქ არც მინიმალური რისკით შევიდოდი და არც ისე, ანუ ამ ტრეიდს უბრალოდ არ ავიღებდი, იმიტომ რომ ადგილი არ მომწონს და თვითონ კონსტრუქციაც არ მომწონს, იმიტომ ნახეთ, გქონდა დროპი, გაარღვიე ეს, მაგრამ აქ მთლიანად გაქვს რეზისტენცი, რაც ხედავთ, რომ გაიწესა და ფასი წამოვიდა ქვემოთ, ამიტომ ჩვენთვის არ იქნებოდა ეს ადგილი საინტერესო იმისთვის, რომ ამიღო შორტიდან ხედავთ აქ, რომ ეს არის mid-range. ეხლა ამ მომენტში მეგობრებო, ბიტკოინი არ არის მარტო რეინჯში, ბიტკოინმა გააკეთა all time high-ს და all time high-ს price action ყოველთვის განსხვავდება, ვიდრე ჩვეულებრივი ბაზრის. შემდეგ ამ ყველაფერს დავამატოთ, რომ არის რეინჯი, რეინჯიც სხვანაირად ვაჭრობ და ეხლა უნდა შეეცადო, რომ ეს რეინჯი და all time high-ს hype-ი, ნუ ერთმანეთს შეაჯამო და ესე ვთქვათ, მაგ სტრატეგიით ივაჭრო, რაც სიმართლე გითხრათ მეგობრებო, ბიტკოინზე ამ ბოლო დღეებში ხო საშინელი. ანუ ესე ვაჭრობ ხოლმე მე რეინჯებზე, მაგრამ ამ დალოდებით, ესე ვთქვათ, ბიტკოინზე ძალიან ბევრი შანსები არ იყო იმისთვის, რომ შენ შესულიყავი ტრეიდებში. აქ მაგალითად, კარგი შანსი იყო, რომ ტრეიდში შესულიყავი, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საინტერესო კონსტრუქცია, რატო? იმიტომ რომ 4 საათიანზე დავკარგეთ კიდევ ერთხელ ეს ლეველი. აი ეს ლეველი ეს ხაზი რო გავალოთ, ანუ ხედავთ რომ აქ უკვე 4 საათიანზე დავკარგეთ, რაც ჩემთვის უკვე არ იყო პოზიტიური, მაგრამ რა თქმა უნდა, მე დეილიზე ხედავთ რომ არ დაგვიკარგე. ანუ 4 საათიანზე რო დავკარგეთ, აღარ ვიყავი აქ დაინტერესებული ლონგზე და არც კონსტრუქცია მომწონდა სხვათა შორის მეგობრებო, ანუ არ იყო ძალიან დიდი სიძლიერე და ძალიან დიდი მომენტუმი და ამას აქაც ხედავთ, აი მაგალითად გაარღვია ეს მთლიანი, აქ შეიძლება ვიღაცა ლონგში შესულიყო და აქ დაეყენებინა stop loss-ში, რაშიც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, მაგრამ მე ესეთი stop loss-ის ფანი არ ვარ ხოლმე და ესეთი კონსტრუქციის და ვხედავთ, რომ ფასი ჩამოვიდა ქვემოთ და მე წავიდა მაღლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ანუ არ ქონდა ფას ძალიან სიძლიერე, რომ ესე მაღლა გაეტესდა და მაღლა წასულიყო, ხო? მაგრამ ესე ვთქვათ, ეხლა ვიყავით range-ის ქვემოთ ამ ხარეს და ანუ აქაც რომ ლონგი აგეღო, მაგალითად არ იქნებოდა ძალიან დიდი სიგიჟე. ეხლა მეგობრებო, ეს რაც შეეხება ტრეიდებს, ჩვენ სცენარებს, თუ როგორ ვაჭრობთ რეინჯის შუა მხარეს, ანუ თქვი რომ რეინჯის შუა მხარეს ვაჭრობ, ეს არის რამოდენიმე ტრეიდები, რომელიც შეიძლება იყოს short versus long-ი. არის liquidity play-ები, რომელიც long-ზე ჩემი აზრით უკვე იყო, ეხლა არის short-ზე დარჩენილი, რომელსაც მე ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერის დატვირთვის მე აუცილებლად დავდებ ამ short-ს. იმიტომ რომ entry-ც კარგად შეგიძლია განსაზღვრო, stop loss-იც კარგად შეგიძლია განსაზღვრო. ნუ აქ აგრესიულად მე არ დავდებდი, რა თქმა უნდა, ცოტა მაღლა ავწევდი და reward-იც ძალიან აგრესიულად შეგიძლია განსაზღვრო. ნახოთ ახლა პლუს მინუს, ანუ ძალიან ზუმის არ გავაკეთებ, ესე ზევიდან რომ გავაკეთოთ. აქამდე უკვე 1-2-ზე, აქამდე უკვე 1-3-ზე და მე თუ კიდე ქვემოწავე და რა თქმა უნდა უფრო მეტი. ამიტომ ჩემთვის საინტერესო არის ეს ტრეიდი, ამიტომ ამ liquidity play-საც ავიღებ. ანუ range-ში როცა ვიმყოფებით, გვაქვს liquidity თამაშები, ანუ სცენარებით რო ვიფიქროთ. ანუ არის გასატესტი ადგილი აქ, რომელიც უკვე გავტესტეთ რამოდენიმეჯერ და მე უკვე ამას liquidity-ებს აღარ ვეძახიმე. ეს ფასი აქამდე თუ ჩამოვიდა უკვე ანუ სხვა ბაზრის იმაში ვიქნებით რეალობაში, ანუ liquidity 1, შემდეგ ლონგები და შორტები, მაღლა შორტები, ქვემოთ ლონგები, ეგეც კონფირმაციაზე პირდაპირ არ ვიღებ ხოლმე ამ ტრეიდებს. შემდეგ გვაქვს mid-range-ზე აგიხსენით რომ ან დაბალი რისკით ან საერთოდ არ იღებ ხოლმე ტრეიდებს, თუ დეფენსიური ტრეიდერი ხარ, საერთოდ არ აიღებდი ხოლმე აქ ტრეიდებს, მაგრამ თუ რაიმე ძალიან კარგი setup-ი წამოვიდა, რატომაც არა, შეგიძლია გავიდო ხოლმე მაგრამ 0.5% და შემდეგ გვაქვს მეგობრებო breakout ტრეიდები. ანუ თქვით რომ breakout ტრეიდებში უნდა ეჯდე უკვე, მაგრამ რა ვშლებით იმ შემთხვევაში თუ არ ზიხარ, იმიტომ რომ მე ახლა მაგალითად არც ტრეიდში არ ვზივარ. თუ მაგალითად ახლა აქ short-ი შემივსო და შემდეგ წამოვიდა ქვემოთ აქ ქონდა breakout-ი, რა თქმა უნდა მე ტრეიდებს აღარ მოძებნი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ვზივარ ტრეიდში. მაგრამ თუ მოხდა ისევ რომ ან აქ გავარღვიეთ, ანუ ნახეთ ახლა რა ხდება, აქ შეიძლება ჩვეულებრივად 4 საათიანზე ვიკით აიღოს liquidity და წამოვიდეს ქვემოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ 4 საათიანზე აქ გავარღვიეთ,
აქ გავარღვიოთ, ცოტა ხანი ვიყავით, მაგრამ მაგ შემთხვევაში აუცილებლად ვიქნები დაინტერესებული აქ long-ით, რომ გააკეთო შემდეგი all time high და იმ შემთხვევაში თუ იგივე მოხდა ქვემოთ მხარეს მეგობრებო, ანუ ჩამოვარღვა ქვემოთ 4 საათიანზე და daily-ზეც თუ დავკარგეთ ეს level-ი და აქ ესე ვთქვათ ვიყავით ცოტა ხანი range-ი, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ავიღებ აქ shorts იმ მიზნით, რომ ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ კიდევ ასე ვთქვათ ქვემოთ კორექციას, მაგრამ აი როგორც წეღან ნაგიხსენით მეგობრებო, daily-ზე ნახეთ 4 საათიანზე ის ლეველი, რომელიც წეღან მოგინიშნებთან 1 საათიანზე აუცილებლად იქნებოდა დაკარგული, მაგრამ ხედავთ, რომ daily-ზე არაფერი არ არის დაკარგული, ამიტომ short-ის აღება არ შეიძლება, რა თქმა უნდა და ეს შეიძლება იყოს ზოგი bull trap-ს ეძახის, ზოგი bear trap-ს ეძახის, ზოგი რაღაც ძალიან სასწაულს ახელებს ხოლმე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ შენ არ დაგიკარგი არანაირი სიგნიფიკანტური ლეველი, ამიტომ არ გიაქტიურდება ჯერ short-ები. ამიტომ რას ველოდებით სცენარებს, რომ განვითარდეს გაირღვის 4 საათზე და მაგ შემთხვევაში შეგიძლია კიდევ breakout trade-ის აღება, მაგრამ რა თქმა უნდა არ გექნება იმხელა advantage და არ გექნება იმხელა წინ ნახტომი, როგორც მაგალითად ისეთი ვინმე არის, ვინც უკვე trade-ში ზის. მე მაგალითად ახლა არ ვზივარ trade-ში, იმიტომ რომ არ ქონა კარგი შანსები, აი მაგალითად აქ რომ long-ში ვიყავი, ეს რომ გაერღვია, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიჯდებოდი ისევ trade-ში და breakout trade-ში უკვე ვიჯდებოდი. მაგრამ რახან არ ზიხარ trade-ში, არც ეგ არნიშნავს იმას, რომ შენ დაგვიანებული ხარ, რა თქმა უნდა შეგიძლია დაელოდო გარღვევას 4 საათიანზე, მინიმუმ 4 საათიანზე მეგობრებო და შემდეგ უკვე შეგიძლია რა თქმა უნდა trade-ი აიღო. აქ რა თქმა უნდა 4 საათიანზე ნახოთ, იმიტომ რომ აქ 4 საათიანზე გქონდა მეგობრებო, მე მგონი გარღვევა. წავშალოთ ყველაფერი. აი აქ მაგალითად გქონდა გარღვევა. მაგრამ ნახეთ, ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ ყოველთვის უნდა უყურო დაბალ time frame-ს. ნახეთ, გადავდივართ daily-ზე, ხედავთ რომ daily-ზე არაფერი არ გაგვირღვევია და შემდეგ რომ გადავდივართ უფრო და უფრო დაბალ time frame-ებზე, აქ ხედავთ რომ აქ იყო ლიკვიდობა ასაღები. ანუ უნდა ჩათვალო თუ არა ეს უკვე გარღვევა, რა თქმა უნდა არა, 4 საათიანზე რა თქმა უნდა რომ იყო უკვე გარღვევა. შეიძლება შენ უკვე შენ თავს მისცე უფლება იმაზე რომ short-ებს დაუყურება, მაგრამ რა თქმა უნდა შენ უკვე ესე ვთქვათ, უნდა გადაამოწმო მაინც daily-ზე და double time frame-ზე, რომ იყო თუ არა ეს მართლა სოლიდური გარღვევა, თუ იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღება. იმიტომ რომ daily-ზეც და double time frame-ზეც ნახეთ რომ ეს იყო ჩვეულებრივი ლიკვიდობის აღება. ამიტომ ამის გადამოწმება ყოველთვის არის ხოლმე აუცილებელი. ამიტომ მეგობრებო, ახლა მე არის ეს, რასაც მე ვუყურებ, ანუ ესე ვუყურებ ხოლმე ბაზარს, ვარ ამ სცენარებით დაინტერესებული, ქვემოთ short-ები, ქვემოთ long-ები, მაღლა short-ები, სადაც არ იყო კარგი ტრეიდები და ვერ ავიღე, მხოლოდ აქ ვიყავი და აქ front run-ები მქონდა, ანუ არ შემივსო, ან long-ში არ ვიყავი დაინტერესებული, რა თქმა უნდა. ეხლა ამ ლიკვიდობას ვუყურებ, აქ უნდა შევიდე short-ზე და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიოთ ეს level-ი, ანუ გვაქვს ესეთი range-ი, ეს არის range-ის შუა მხარე. თუ გავარღვიოთ ეს range-ი, მაგ შემთხვევაში ვარ დაინტერესებული long-ებით, თუ ჩამოვარღვიოთ ქვემოთ, მაგ შემთხვევაში ვარ დაინტერესებული short-ებით, აქ ვარ დაინტერესებული long-ებით, ლიკვიდობის აღების შემთხვევაში, აქ ვარ დაინტერესებული short-ებით, ლიკვიდობის აღების შემთხვევაში და აქ რაც დავხაზე, შეგიძლია ზუსტად იგივე გააკეთო აქ. მაგრამ რა თქმა უნდა შენი რევარდი არის უკვე პატარა და ანუ აქედან თუ აიღე, ანუ შენი რევარდი არის პატარა, აქ თუ short-ი აიღე, შენი რევარდი მოდის აქამდე, ამიტომ არის რა თქმა უნდა უფრო ნაკლები ვიდრე აქ რო აიღებდი short-ს რამხელა რევარდი გაქვს, ამიტომ ესეც უკვე შენი გადასაწყვეტია გინდა თუ არა ეგეთი ხარისხის ტრეიდების აღება. ეს არის მეგობრებო ეს 3 ლეველის სტრატეგია, რომელსაც მე ყოველთვის ვიყენებ ხოლმე მით უმეტეს range-ის დროს და ახლა ვხედავთ რომ ეს არის იდეალური range-ი, სადაც შეგიძლია გამოიყენო. სულ ეს იყო მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ თქვენი აზრი, თუ რას ფიქრობთ თქვენ ამ სისტემაზე.